შუადერეფნის მნიშვნელობა, სექტორული თანამშრომლობა და ქართულ-ინდური ურთიერთობების გაღრმავება. შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ინდოეთში შეხვედრების საგარეო საქმეთა მინისტრთან და ქვედა პალატის თავმჯდომარესთან. პარლამენტის თავმჯდომარემ ინდოელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. მაკუნა აბულაძე გვერდება ნიუ-დელიდან. ვიდრე მასპინძელი საპასუხო ვიზიტით საქართველოში ჩამოვა, მანამდე ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა ინდოელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე დიდი დრო დაუთმო ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე საუბარს. და როდესაც საუბრობთ ინდოეთზე, მისი პოტენციალის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ კონტექსტში ითქვა ისიც, რომ აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები, რამდენად შესაძლებელია გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ქვეყანასთან, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ქვეყანა, რომლის მიმართაც მსოფლიო დაინტერესება სულ უფრო მზარდია. რა თქმა უნდა, როცა გლობალურ ეკონომიკაზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ განსაკუთრებული აქცენტი დასვა შუა დერეფანზე და ამ დერეფანში ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო როლზე. ამ შეხვედრამდე კი ასევე მასპინძლის ინიციატივით ქართული მხარე დაესწრო სენატის სხდომასაც, სადაც სტუმრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მიზანი მათ შორის ამ ვიზიტის არის, რომ მისცეს იმპულსი ჩვენ ომხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს და მე იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც მალე გვეწევა საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა არის და არის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ეს პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს შუა დერეფანი, არის ძალიან დიდი და ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის ამხრივ თანამშრომლობაზე, კერძოდ კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და შეხვედრებზე. მოვიწვიეთ ჩვენი ინდოელი კოლეგები საქართველოში, რათა საგარეო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებთან ერთად გაიმართოს ერთობლივი სხდომები. ხაზი გაესვა ისეთ ეკონომიკურ სექტორებში თანამშრომლობას, როგორიც არის ლოგისტიკა, ტრანსპორტი, როგორიც არის ენერგეტიკა, განსაკუთრებით გამოიყო შესაძლებლობები ტურიზმის მიმართულებით, დიდი დაინტერესება საქართველოს მიმართ. ასევე აღნიშნეთ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, ეგრეთ წოდებული დამაკავშირებელი ხიდი ორ დიდ ეკონომიკურ გიგანტებს შორის, რომელიც არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ევროკავშირი და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ორ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობებზე და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით. ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ფორმატში ასევე ქართული მხარე შეხვდა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, ინდოელი დიპლომატი, რომელიც განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს როგორც დასავლეთის, ისე აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ამ შეხვედრაზე ყურადღება, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბარს დაეთმო და მოვისმინეთ ისიც, რომ პირველად საქართველოს ინდოეთის ურთიერთობის ისტორიაში ახლა ძალიან მალე მოლოდინი არის, რომ ინდოეთს ეყოლება უკვე ოფიციალურად ელჩი საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს იმ მზად დინამიკაზე, რომელიც ურთიერთობებში უკვე არსებობს. მოვისმინეთ ტურისტული და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა, როგორც სტუმრის, ისე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებისგან და მოვისმინეთ ისიც, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოლოდინი არის, რომ კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავა ურთიერთობები, რომლებიც აქამდეც საკმაოდ მეგობრული იყო ამ ქვეყნებს შორის. პირველად ჩვენი ომხრივი ურთიერთობის ისტორიაში ინდოეთს ეყოლება რეზიდენტი ელჩი საქართველოში და ჩვენ დღეს გქონდა მათ შორის ამაზე საუბარი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და პროცედურა უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში. მნიშვნელოვანი არის როგორც ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა. ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს რეგიონს შუა დერეფანს გააჩნია და აქვს ინდოეთისთვის.
მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით. უკანასკნელ წლებში ჩვენი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რასაც მოწმობს ასევე ინდოეთის განზრახვა, რომ საელჩო სრულფასოვანი საელჩო გაიხსნას თბილისში. საუბარი ქონდა საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და აქ ჩვენი ხედვები მათ შორის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა და ეს ძალიან მნიშვნელოვან ბაზის ქმნის იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ქონდა ასთა გამოსვლა უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ქართულმა დელეგაციამ მაჰათმა განდის მემორიალის მონახულებით დაიწყო, სადაც ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა გვირგვინით შეამკო მემორიალი და ასევე სიმბოლური ჩანაწერიც გააკეთა შესაბამის წიგნში, როგორც გითხარით. ეს საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველი ოფიციალური დონის ვიზიტია და ეს ვიზიტი უკვე ხვალ გრძელდება ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრით.